ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის შესახებ ინფორმაციის შესავსებად ჩაწერეთ მათი რაოდენობა და აირჩიეთ ღილაკი დიახ. ეკრანზე გაიხსნება საჭირო რაოდენობის შესავსები გვერდები. ჩამონათვალიდან აირჩიეთ ობიექტის ტიპი. ობიექტის დასახელებაში შეიტანეთ საფირმო სახელწოდება, რომლითაც ობიექტი აისახება ფინანსურ რუკაზე. შეიტანეთ ობიექტის განთავსების ადგილი, სადაც ის რეალურად მდებარეობს. ობიექტის მისამართის განსაზღვრისათვის თავდაპირველად აირჩიეთ ქალაქი. ქუჩის მოსაძებნად გამოყოფილ ველში ჩაწერეთ ქუჩის დასახელება. გააქტიურეთ ღილაკი. სისტემის მიერ მოძებნილი ქუჩების ჩამონათვალიდან აირჩიეთ სასურველი. შენობის ნომერიც ანალოგიურად მოძებნეთ. თუ ნომერი არ მოიძებნა, აირჩიეთ სხვა და დამატებით ველში ჩაწერეთ იმ შენობის ნომერი, სადაც განთავსებულია ობიექტი. საკადასტრო კოდი შეიტანეთ, თუ თქვენთვის ცნობილია. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შევსება აუცილებელი არ არის. ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრის შემდეგ გააქტიურეთ ღილაკი დიახ. ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ, თუ თქვენთვის სასურველი ქუჩის დასახელება არ მოიძებნა ქუჩების ჩამონათვალში, ხელით ჩაწერეთ ქუჩის სახელი. აუცილებლად მოძებნეთ და აირჩიეთ უახლოესი მიმდებარე ქუჩის დასახელება. რეკვიზიტებში შეიტანეთ შენობის ნომერი. ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრის შემდეგ გააქტიურეთ ღილაკი დიახ. საქმიანობის ტიპის ჩამონათვალიდან მოძებნეთ და აირჩიეთ საქმიანობა, რომელსაც ახორციელებთ ამ ობიექტში. თუ ჩამონათვალში არ მოიძებნა საჭირო საქმიანობა, აირჩიეთ სხვა. დამატებით ველში შეიტანეთ საქმიანობის სახე. ჩაწერეთ ამ კონკრეტულ ობიექტზე განთავსებული საკონტროლო სალარო აპარატების რაოდენობა. ჩამონათვალიდან აირჩიეთ ობიექტის მდგომარეობა. მონაცემების სრულად შევსების შემდეგ ღილაკით შენახვა შეინახეთ თქვენს მიერ შევსებული მონაცემები. ღილაკით შემდეგი გადადით მომდევნო ობიექტის მონაცემების შესავსებ გვერდზე. ყველა ობიექტის მონაცემების შევსების შემდეგ დაათვალიერეთ შედეგი. შევსებული მონაცემების რედაქტირება შესაძლებელია ღილაკით რედაქტირება. ახალი ობიექტის დამატება შესაძლებელია ღილაკით დამატება, ხოლო გაუქმება ღილაკით გაუქმება. თქვენს მიერ აღრიცხული ობიექტები დაიტანება ფინანსურ რუკაზე, რომლის დათვალიერება შესაძლებელია ღილაკით რუკაზე გადამოწმება. რუკაზე გამოჩნდება თქვენს მიერ შეტანილი ყველა ობიექტის ადგილმდებარეობა. რუკაზე შესაძლებელია როგორც კონკრეტული ობიექტის, ასევე ყველა ობიექტის ერთად ნახვა. რუკის მოახლოება და დაშორება შესაძლებელია ხელსაწყოებით, გადიდება შემცირება, ხოლო რუკის ფრაგმენტების გადაადგილება ხელით. საწყის გვერდზე დასაბრუნებლად ცვლილებების განსახორციელებლად გამოიყენეთ ღილაკი უკან. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ სრულად არის შევსებული ობიექტის ყველა მონაცემი, მონიშნეთ ნიშნული აღარ მაჩვენო და ჩახურეთ ფანჯარა. თუ თქვენს მიერ შევსებული ობიექტების ჩამონათვალი საჭიროებს კორექტირებას, დაგემატათ ახალი ობიექტი ან მოხდა აღრიცხულ ობიექტებში ცვლილება, ბმულით ნახვა, გამოიძახეთ ობიექტების აღრიცხვის ფანჯარა და მოახდინეთ კორექტირება.